მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ვაკეთებ ხაჭაპურს გლუტენის გარეშე, ანუ ყველანაირი ხორბლის ფქვილის გარეშე. აქ მაქვს ხაჭო, ანუ რიკოტა უფრო, რიკოტა არ არის ხაჭო, მაგრამ ხაჭოს გავს. თქვენ ხაჭო აიღეთ. 500 გრამი ხაჭო, ფქვილი, გლუტენის გარეშე. მე ამ ფქვილს ვყიდულობ ლიდლში, აუცილებლად გაჩვენებთ კიდევ სხვა ფქვილებს. ყველაზე განთქმული ეს არის შახ, მე მგონი ბევრს გინახიათ ესეთი. აქ არის ლეკლეხის ფქვილი გლუტენის გარეშე და აქ უკვე არის ყველანაირი ბიო ფქვილები, ბრინჯის ფქვილი და ასე შემდეგ. აქ მაქვს მოძარელა, რა თქმა უნდა, კარგად ჩავხეხავ, დავუმატებ კიდევ ჩახეხილ ყველს და ერთად გავურევ. როგორც იცით, მე მივირთმევ გლუტენის გარეშე, ანუ ხორბლის გარეშე, ჩემი კვირწნაწლავი არ ინელებს ხორბლას, ამიტომ ექიმმა მითხრა, რომ უნდა ყველანაირი გლუტენი, ყველანაირი ხორბალი ამოვიღოთ ჩემი ცხოვრებიდან, ამიტომ ყველანაირად და ვცდილობ, რომ გლუტენი არ მივირთვა და ხაჭაპურს თხინკალი თუ ნუ რაც ლობიანი, რაც არის ქართული, ყველაფერს ვცდილობ, რომ გავაკეთო გლუტენის გარეშე და რამოდენიმე დღის წინ ვეძებდი ახალ რეცეპტებს და ვერაფერი ვერ ვიპოვე და მივხვდი, რომ ქართველებს არავინ არ დადო არც ერთი YouTube-ში ვიდეო, რომ ახსნან, ნუ თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს გლუტენის გარეშე კერძები. მე უკვე ტორტები გაჩვენეთ, როგორ ვაკეთებ, ნამცხრები უკვე გაჩვენეთ, როგორ ვაკეთებ გლუტენის გარეშე. მთავარია გქონდეთ კარგი ფქვილი, რომელიც ღირს ძალიან ძვირი, ვიცი, ჩვენთანაც მასეა. ანუ ევროპაში, საფრანგეთშიც ასეა. 1 კილო გლუტენის გარეშე ფქვილი ღირს 6 евро. ამიტომ არ არის ყველასთვის მარტივი გლუტენის გარეშე მირთმევა. ამ ლაპარაკში მე უკვე ავთქვიფე 3 კვერცხი სოდა და ხაჭო. თქვენს თუ ევროპაში ცხოვრობ და ხაჭო ვერ გიპოვიათ, რიკოტა კარგად შეცვლის ხაჭოს. ამიტომ ასე გადავწყვიტე, რომ გადავიღო რამოდენიმე ვიდეო, სადაც გაჩვენებთ გლუტენის გარეშე რეცეპტებს და იმედია მოგეწონებათ ეს ჩემი პატარა სერიები გლუტენის გარეშე ცხოვრება. ეს ყველაფერი რომ ავთქვიფე, რაღაცნაირად სქელი გამოვიდა, ამიტომ ცოტათი მაწონიც დავუმატე და შემდეგ ფქვილი და ასეთი ცომი უნდა იყოს, ანუ არ უნდა იკრავდეს და არც უნდა იყოს ძალიან მაგარი, ჯობია როცა იკრავდეს, ვიდრე ძალიან მაგარი იყოს. რა თქმა უნდა, დავუმატე უფროსკრად ზეთიც, რადგან კარაქს არ ვუმატებ, უკვე მე მგონი არ სჭირდება მეტი ცხიმი. ასე კარგად ავთქვიფავ ჩემს, ესე იგი ხაჭო, კვერცხი, სოდა, მარილი და ზეთი და ცოტათი მაწონი, რადგან ძალიან მესქელა რაღაცნაირად. ვისაც უკვე გაუკეთებია გლუტენის გარეშე კერძები, იცით როგორი ძნელია ამ ფქვილით მუშაობა, რადგან ამ ფქვილს არ აქვს გლუტენი, ანუ არ აქვს ის წებოვნება, რაც აქვს გლუტენს, ანუ გლუტამაა თქვია წესით და არის ძალიან ფხვიერი. ცომია თუ რამე ნამცხვრის ცომი თუ ესე ხაჭაპურის ცომი, ყველაფერი გამოდის ძალიან ფხვიერი, ამიტომ არ ვუმატებთ ბევრ ფქვილს, რომ არ იყოს ძალიან მაგარი, რადგან მე ვერაფერი ვერ გამოვა, ანუ აწყობის დროს, მაგალითად ხაჭაპურის გაკეთების დროს ვერ გავაბტყელებთ ესე უბრალოდ, როგორც სხვებს, სხვა ფქვილს ჩვეულებრივი ხორბლით, რადგან ფორმას ეგრევე კარგავს და ეგრევე ტყდება, ეგრევე იბზარება. ძალიან ძნელი დასამუშავებელი ფქვილია, მაგრამ მე უკვე რამოდენიმე წელია მასე ვაკეთებ და ნელ-ნელა ჩემი ხელიც ეჩვევა და ნერვებიც, რადგან ძალიან მოსაშლელია ნერვების, როდესაც არ გამოგდის და დაწყების როცა დავიწყე რეჟიმი, დედაჩემი აკეთებდა და ძალიან კარგად გამოსდიოდა. ეხლა მეც ნელ-ნელა ვაუმჯობესებ ჩემს გლუტენის გარეშე ცომებს. ასე კარგად ავურიოთ, როგორც ხედავთ, არ ვუმატებ ბევრ ფქვილს, არ მინდა რომ ძალიან იყოს სქელი. ნახეთ როგორი ხუიერია, ხომ ხედავთ, არანაირად არ მიიკრა, ამიტომ ზეთი გამოვიყენე.
რომ რამენაირად მიიკროს აი ესე მე მგონი ჩანს და არ არის ადვილი დასამუშავებელი, მაგრამ როდესაც არჩევანი არ მაქვს არანაირი და მასე უნდა მივირთვა ვეგუები და ყოველ დღე ვცდილობ რომ ვიპოვო ახალი რეცეპტები და მაშინ YouTube-ზე რომ ვერაფერი ვერ ვიპოვე ძალიან გული დამწყდა მეთქი ყველა ბლოგერი დებს ვიდეოებს ნუ თუ როგორ მივირთვათ გლუტენის გარეშე და არც ერთი ქართველი ბლოგერი ამაზე არ ლაპარაკობს და მე მესმის რადგან ძალიან არ არის განთქმული ალბათ საქართველოში გლუტენის გარეშე რეჟიმი და მეთქი როცა ბევრს ალბათ სჭირდება ასეთი რეცეპტები მე პირველს ამიტომ აი ნახეთ როგორი ყვითელი ცომია რადგან ცომი შეიცავს ძალიან ბევრ სიმინდის ფქვილს აქ არის სიმინდის ფქვილი აქ არის ბრინჯის ფქვილი აქ არ ვიცი შერეულია თუ არა წიწიბურას ფქვილი მაგრამ ძალიან კარგია წიწიბურას ფქვილი მეგობრებო და თუ სახში წიწიბურა გაქვთ შეგიძლიათ რომ დაფქვათ და გამოგივათ ფქვილი ყავის საფქველში მაგალითად და გამოგივათ ფქვილი ნუშის ფქვილითაც შეიძლება რომ გაკეთდეს ეს ჩვენი გლუტენის გარეშე კერძები ნამცხვარია თუ ცომია თუ ხაჭაპურია მიყვარს მე როდესაც ბევრი მარცვლობა შეიცვლის ხოლმე გლუტენის გარეშე ფქვილებში, რადგან უფრო ადვილი დასამუშავებელია, ანუ როდესაც ვყიდულობ, ვუკვირდები ხოლმე, რომ ფქვილი არ იყოს ძალიან ყვითელი და იყოს უფრო ესეთი ბეჟი, ყავისფერი, რადგან უფრო ვიცი, რომ ბევრი მარცვლობა შიგნით და უფრო ადვილი დასამუშავებელია. და როცა ესეთი ყვითელია, მესმის, რომ სიმინდის ფქვილია და სიმინდის ფქვილიც ძალიან კარგიც არ არის ორგანიზმისთვის, სულ რომ ესე მივირთვათ. როგორც ნახეთ, დროჟი არ დავუმატე, რადგან მე სახლის პირობებში გლუტენის გარეშე ცომი, დროჟიანი ცომი არ გამომდის, ანუ არ ამოდის, ცომი არ ამოდის, უფრო სოდიანს ვაკეთებ ყოველთვის ყველაფერს. და აქ როგორც ხედავთ გავაკეთე ორი ესეთი რგოლი ჩვეულებრივ ხაჭაპურს რომ ვაკეთებთ ხოლმე არ გამოვა ანუ ყველი მოვათავსოთ მერე ხინკალივით ავაწყოთ და მერე გავარბრტყელოთ მასე არ გამოდის მე რომ ასე გავაკეთო გლუტენის გარეშე ცომით ყველაფერი გაიხევა ამიტომ ვაკეთებ ორ გუნდას ვაბრტყელებ კარგად ვავსებ ყველით რადგან თავარია რომ ყველი ბევრი იყოს ხაჭაპურში მე ძალიან მიყვარს მოძარელა და უფრო მეტ მოძარელას ვუმატებ ჩვენს ხაჭაპურში ხოლმე და ასე კარგად მოვათავსებ მე მგონი ბევრიც მომივიდა რა თქმა უნდა მოვაყრი მარილს ცოტათი სულ ვნერვილობ რომ მარილი აკლია ხოლმე ჩემს ხაჭაპურებს მეორე ცომი მქონდა გაბრტყელებული ასევე გამოსაცხობ ქაღალდზე რომ ადვილი იყოს შემდეგ გადატანა ვაბრტყელებ აი ასე ვცდილობ რომ ერთმანეთს მივაკრა მაგრამ ვიცი რომ ყველი გადმოვა არ არსებობს რომ იდეალური რამე გამომივიდეს გლუტენის გარეშე კი ტორტები გამომდის იდეალური გლუტენის გარეშე უკვე დიდი ხანია ვაკეთებ და მე მგონი უკვე ვისწავლე და აი ასე და რომ ყველი არ გადმომივიდეს და ჩვენი ცომი არ გაიხეს რადგან დარწმუნებული ვარ რომ გაიხევა ზემოდან აქეთ იქიდან ანუ ესე ზემოდან ვადებ რკალს მე მგონი ცხრაზე ლაპარაკი გამოსაცხობი როა ხო იცით ფორმა აი ასე თან გვერდზე რაც დარჩა ცომი ავიღებ აი ასე და ასევე მოვათავსებ ღუმელში რა თქმა უნდა შუაში გავუჩვრეტავ რომ არ გაიბეროს და ჰაერი შევიდეს შიგნით და ზემოდან წავუსმევ ბევრ კვერცხის გულს და შემდეგ ვათავსებთ ღუმელში
რამოდენიმე წუთით 220 გრადუსზე მე გავაჩერე 30 წუთი მე მგონი 30 თუ 20 წუთი არ მახსოვს ზუსტად და ესეთი გამოვიდა გლუტენის გარეშე ჩვენი ხაჭაპური ყველი გადმოვიდა მაგრამ ძალიან გემრიელი იყო და რაც მთავარია გლუტენის გარეშეა ხორბლის გარეშეა ძალიან უხდება ხაჭო რომ იყოს რბილი ცომი, რადგან გლუტენის გარეშე არის ყოველთვის გამაგრებული ცომი, რაღაც სხვანაირი, როგორც აგიხსენით ფხვიერი. ყველაზე მთავარია რომ მქონდეს კარგი გლუტენის გარეშე ფქვილი, რომელიც ღირს ძალიან ძვირი. თუ გაინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება ფქვილის გაკეთება გლუტენის გარეშე სახლში, დიდი სიამოვნებით გაგიზიარებდით ჩემს ექსპერიმენტებს გლუტენის გარეშე კვებაზე, ამიტომ მომწერეთ.